ეს არის ვიდეო ტუტორიალი თუ როგორ გავხადოთ თქვენი დღე მაქსიმალურად უბედური, საშინელი და ნეგატიური. დილას გათენებისთანავე, ადგომისთანავე ან გაღვიძებისთანავე აუცილებლად დაიწყეთ დღე ფიქრების კონტროლით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფიქრები აკონტროლოთ სულ მინიმუმ 1 საათის მანძილზე. თუ არაფერი გამოდის, კიდევ უფრო მეტად შეეცადეთ, რომ აკონტროლოთ საკუთარი ფიქრები. აკონტროლეთ 2 საათის მანძილზე, ხოლო თუ 3 საათის მანძილზე აკონტროლებთ ფიქრებს დილიდან, მაგ შემთხვევაში შედეგი დღის დასახული მიზნისა გარანტირებული გექნებათ. შემდეგი ნაბიჯი. ჩართეთ ეკრანი. ახლა უკვე დროა შეადაროთ საკუთარი ცხოვრება ჰოლივუდის ვარსკვლავების ცხოვრებათა ამსახველ კადრებს. ამისათვის ეკრანთან ერთად წინ დაიდგით სარკე, რათა პარალელურ რეჟიმში შეძლოთ უკეთესად დეტალურად დაკვირვება თუ რამხელა განსხვავებაა თქვენსა და მათ ცხოვრების ამსახველ კადრებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ საკუთარ უბადრუკობას ძალიან თვალნათლივ აღიქვათ, შეიგრძნობთ და ხედავთ. ახლა საუზმის დროა. საუზმე, რა თქმა უნდა, დავიწყოთ მაკდონალდსის გამოძახებით და მაკდონალდსის ან რაიმე სხვა სწრაფი ობიექტიდან ბურგერების ორმაგი მენიუს მირთმებით. არ დაგვავიწყდეს გაზიანი სასმელი, რაც შეიძლება მეტი შაქრით. ჩემი პირადი რეკომენდაცია და საუკეთესო, ასე ვთქვათ, არჩევანი გახლავთ კოკა-კოლა. ახლა დავუბრუნდეთ ფსიქოლოგიურად უმნიშვნელოვანეს ასპექტს, რაც არის ადამიანის სოციალური ცხოვრება. ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ადამიანი სოციალური ცხოველია. სასწრაფოდ დავიწყოთ მიწერა და დარეკვა იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ ვაინტერესებთ, გვაიგნორებენ, პასუხს არ გვცემენ და არ სურთ ჩვენთან ურთიერთობა. ამ დროს გავიხსენოთ ისეთი სულიერი ადამიანები, როგორებიც არიან დედა ტერეზა, პატრიარქი ან სულაც იესო ქრისტე. შევადაროთ საკუთარი თავი მათ და შევიგრძნოთ საკუთარი სიკეთე. თუ როგორი კეთილები და კეთილშობილები გახლავართ აი ამ დროს. არავითარ შემთხვევაში არ მივწეროთ და დავეკონტაქტოთ იმ ადამიანებს, ვინც ჩვენთვისაც მისაღებია და მათთვისაც საინტერესონი ვართ ჩვენ. ეს აკრძალულია. და გვავიწყდეს სოციალური ცხოვრებისა და აქტივობის უმთავრესი ასპექტი, ჩემი ფავორიტი, რომელიც არის, რომ უნდა მოვეწონოთ დედას, უნდა მოვეწონოთ მამას, უნდა მოვეწონოთ ბებია-ბაბუას, უნდა მოვეწონოთ ქმარს, უნდა მოვეწონოთ შეყვარებულს, უნდა მოვეწონოთ მღვდელს, უნდა მოვეწონოთ მასწავლებელს, უნდა მოვეწონოთ ბოსს სამსახურში და უნდა მოვეწონოთ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ვისაც კი შევხვდებით დღის მანძილზე. ეს არის ჩვენი მამოძრავებელი ენერგია. ბონუსად შეგიძლიათ გაითვალისწინოთ ჩემი რჩევა და პიკის საათების დროს იმგზავროთ ავტობუსით თბილისში, მაგალითად ვაკეში, ან მაგალითად გლდანში, ან მაგალითად თენქაზე. არ გამოგრჩეთ უბედური ცხოვრების მთავარი ელექსირები, რაც არის მოწევა, დალევა, ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება და სხვა. როდესაც რაღაცა გვსურს, გვახსოვდეს, რომ ეს უნდა დავაიგნოროთ. მაქსიმუმ შესაძლოა ეს სიტყვიერად გამოიხატოს. მე მინდა ეს. შემდეგ კი გავაგრძელოთ ლოდინი. ლოდინი თუ რა მოხდება ამ ყველაფრის შემდეგ. თუ ვინმემ შეგვაწუხა, ვითმენთ და ვითმენთ. მოთმინებითა შენითა მოიპოვესული შენი აი ამ პრინციპით და თან კვლავ ვიხსენებთ დედა ტერეზას, პატრიარქსა და იესო ქრისტეს და კვლავ ფუნდამენტურად შევიგრძნობთ თუ როგორი სიკეთის განსახიერებები ვართ. ან მეორე ალტერნატივა უბრალოდ ავფეთქდეთ და დავამტვრიოთ ყველაფერი, როდესაც მოთმინება შეუძლებელი გახდება. აქვს განცდა, რომ ჩვენი ხმა არავის არ ისმის, სასწრაფოდ მოვაწყოთ ისტერიკა. მათ, ვისაც ყავთ მეორე ნახევარი, შეუძლიათ დამატებით დაატკბონ საკუთარი დღე და აუცილებლად დააიგნორონ, შეურაცხყონ, დაამცირონ, უღალატონ და ყველანაირად დაჩაგრონ საკუთარი მეორე ნახევარი. არ დაგავიწყდეთ, ყველაფერი ყოველთვის სხვების ბრალია. ბოლოს კი გენიალური ციტატით დავასრულებ. აქ უკვე ცოტა მიჭირს, რომ სიცილი შევიკავო, მაგრამ ეხლავე დავაბრუნებ ჩემს ირონიულ სახეს და ვიტყვი. გახსოვდეთ, მეგობრებო, უბედურება წავა და ბედნიერება მოვა.